მოგესალმებით ყველას, ეს რუბი ტარო არხია, მე რუბი ვარ და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება ფიქრობდა დღეს ჩემზე და რას. გადმოდგავს თუ არა პირველ ნაბიჯს. დღეს ერთპოზიციანი გაშლა გავაკეთოთ, ვისაც გიყვართ ერთპოზიციანი გაშლების ყურება, დარჩით ჩემთან ერთად. ვიდეოს იმ შემთხვევაში უნდა უყუროთ ბოლომდე, თუ რა თქმა უნდა თქვენზე რეზონირებს. ასევე შეგახსენებთ, რომ უკვე ჩაწერილ ვიდეოებს შეგიძლიათ უყუროთ ხოლმე, რადგან რეზონირებას მაშინ იწყებს ინფორმაცია, როდესაც მას ჩართავთ და მოусმენთ. კონცენტრირდით იმ პიროვნებაზე, ვისაც გსურთ დღეს ტარომ გაგცეს პასუხი. ვისაც პირადი კონსულტაციები გსურთ, ან ტარო შესწავლით ხართ დაინტერესებული, შეგიძლიათ მესენჯერში დეტალებისთვის მომწეროთ. Facebook-ის ლინკი არის განთავსებული, როგორც კომენტარების ველში, ასევე ვიდეოს აღწერაშიც. პირველ რიგში გავიგოთ დღეს, ვისაც ახლა თქვენ ფიქრობდა დღეს თქვენზე? ფიქრობდა დღეს თქვენზე? თუ არა. ნახეთ, როგორ საინტერესოდ დაიწყო გაშლა. დღეს შეიძლება ამ პიროვნებამ სადმე შეგამჩნიათ კიდეც დაგინახათ. თქვენ შეიძლება ვერ შენიშნეთ. ზოგიერთ თქვენთაგან შემთხვევაში შეიძლება შენიშნეთ კიდეც. თავარი არის აქ საკითხი ასეთი, რომ ამ პიროვნებამ სადღაც თქვენ დაგინახათ. შეიძლება მოსვლა უნდოდა და ვერ გაბედა, ან შეიძლება დღეს შემოვიდა თქვენ სოციალურ გვერდზე, გაგიხსენათ, შემოვიდა, გნახათ, როგორ გამოიყურებით, სად ხართ, რა შვებით, რას აკეთებთ და ძალიან მოუნდა, რომ დაგკონტაქტებოდათ, მაგრამ თავი შეიკავა. ანუ აქ ნახეთ, როგორ არის, მარტო ფიქრი არ არის, დღეს ფიქრობდა თუ არა თქვენზე. სადღაც ვიზუალურად დაგინახათ, ან აღგიქვათ, ან ფოტოები ნახა, ხომ, თქვენი. რამაც უფრო მეტად მოანდომა, რომ კონტაქტზე გამოსულიყო, დაგკონტაქტებოდათ. აი, ეს არის შინაგანი სურვილი, როდესაც გინდა, რომ ადამიანს ესაუბრო, მაგრამ თავს იკავებ. ნახოთ ნელ-ნელა, რას გვეტყვის კიდევ ტარო. მე ვკითხე ახლა, რომ რამ შეიძლება გამოიწვია, რომ არ მოვიდა საკონტაქტოდ თქვენთან. შეიძლება აქ იყავით ან მამაკაცთან ერთად. შეიძლება ეს მამაკაცი თქვენი ნათესავიც იყოს და ამ ადამიანმა უბრალოდ ვერ აღიქვა ვინ იყო და ეჭვიანობა ჰქონდა. ან შეიძლება აქ შენიშნა უკვე თქვენს გარემოცვაში სხვა ადამიანი, სხვა პიროვნება, თქვენს გვერდით არის უკვე სხვა პიროვნება, ესე ფიქრობს. ან შეიძლება ფოტოსურათი ნახა, ესეთი. და ამის გამო არის ეს ადამიანი საკმაოდ დიდ იმედგაცრუებაში, რომ მეგონა, რომ ისევ თავისუფალი ყავით. ზოგიერთ თქვენთაგან შემთხვევაში მოდის ეს ინფორმაცია, რომ შეიძლება მას ჰქონდა რაღაც ისეთი განცდა, რომ შევალ ახლა ისევ მოვიკითხავ, მიუწერ და უცებ სხვა სურათი დახვდა მას. თქვენს რეალობაში უკვე სხვა ადამიანი არის. და ეს შეთავაზება თუ დაკონტაქტების სურვილი მას, რა თქმა უნდა, აღარ გაუჩნდა, იმიტომ რომ მიხვდა, რომ თავისი ადგილი აღარ არის თქვენს გვერდით. დღევანდელ ინფორმაციაში აქ მოდის მისთვის სხვა პიროვნება და კონკურენტი, სხვა ადამიანი. რას ფიქრობს ამ საკითხზე? არ არის დარწმუნებული, უბრალოდ რამდენად თქვენ ხართ ახლა სერიოზულ ურთიერთობაში. ეს უბრალოდ შეიძლება იყოს მისი ეჭვები,
ზოგიერთ თქვენთაგან შემთხვევაში ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ნამდვილად უბრალოდ მეგობარი იყოს ფოტოზე ან სხვა პიროვნება იყოს ფოტოზე და რეალური სურათი არ იყოს ის, რომ თქვენ ხართ ურთიერთობაში, მაგრამ ზოგიერთ თქვენთაგან შემთხვევაში ხართ ურთიერთობაში, მაგრამ ამ პიროვნებამ ჯერჯერობით ბოლომდე ვერ აღიქვა, ვერ გააცნობიერა, როგორ ურთიერთობაში ხართ ან ზოგადად რა შეიძლება რომ თქვენს თავს ხდებოდეს ჯერჯერობით ეს იყო პირველი ელდა ეფექტი, როდესაც ყველაფერი დაინახა და უკან დაიხია და ჩაიკეტა და გული ედგინა, მაგრამ ამის შემდგომ უკვე მან დაიწყო საკუთარ თავში ეჭვის შეპარვა, რომ ხო არ მომეჩვენა თუ მაგალითად ყოფილთან შეგამჩნიათ თქვათ გარეთ ელაპარაკებოდით, ესაუბრებოდით ყოფილს, შეიძლება ის იყო უბრალოდ საქმიანი საუბარი და ამ ადამიანმა სხვანაირად აღიქვა და აი ახლა დაიწყო იმაზე ფიქრი, რომ აი შეიძლება მე შევწდი, შეიძლება ეს ყველაფერი ისე არ არის, როგორც აღვიქვე, ეს უკვე ეს ეფექტი დაეწყო მას. თავდაპირველი ეფექტი კი ძალიან ესეთი ელდა იყო, რომ სხვა სურათი დახვდა, არა და ადამიანს დღეს უნდა ან შეიძლება დაკონტაქტება ან პირდაპირ მოსვლა თქვენთან, როგორც აღვნიშნე, ხო? მაგრამ აი აქ მოდის კონკურენციის ძალიან დიდი განცდები. შარიგების სურვილები გვიდასტურდება, რომ გქონდა ამ პიროვნებას თქვენს მიმართ, მაგრამ დარჩა მარტოობაში და საკმაოდ ემოციურად მასზე ამ ყველაფერმა იმოქმედა. კარგით, ნახოთ ამ ყველაფრის ფონზე, ამ ყველაფრის მიუხედავად, თუ აპირებს მაინც კონტაქტზე გამოსვლას ან სიტუაციის გარკვევას. მე ვფიქრობ, ეს საკმაოდ ისეთი ჯიუტი და თავმოყარე პიროვნება არის და როდესაც ხვდება, რომ მისი ადგილი უკვე აღარ არის თქვენს სივრცეში, ძალიან უჭირს მას, რომ მან გაარკვიოს დეტალები, ან პირდაპირ იკითხოს, ძალიან ისეთ სირთულეა, ერთულება ეს ყველაფერი, რომ ნაბიჯი ამ ყველაფრის მერე გადმოდგას. მაგრამ იცოდეთ, რომ ეს ადამიანი ხანგრძლივ პროცესს მიმართავს, რომ დაგაკვირდეთ თქვენს პირადში რა ხდება, თქვენს ირგვლივ რა ხდება და თუ შენიშნა, რომ რაღაც მომენტში შეცდა და თქვენ თავისუფალი ხართ, ან თქვენს სივრცეში არის რაღაც მოლოდინი, თქვენს გინდათ რომ ეს ადამიანი დაბრუნდეს, აი ამ შემთხვევაში ნაბიჯს გადმოდგავს. ამ შემთხვევაში მას დღესაც უნდოდა რომ კონტაქტზე გამოსულიყო, მაგრამ ეს ადამიანი ფიქრობს, რომ ახლა მე რომ ნაბიჯი მასთან გადავდგა, იქნება ძალიან დიდი სისულელე ჩემი მხრიდან, მივიღებ უარს, შევრცხვები, თავს უხერხულად ვიგრძნობ, ჩემ ეგოს დაარტყავს ეს უარი და ამ შემთხვევაში ეს ადამიანი ნაბიჯის გადმოდგმაზე დღევანდელი სურათით უკვე აღარ ფიქრობს, რადგან რაღაცამ შეაშინა, ხო? რაღაცამ უკან დახია. რაღაცაზე არასწორი შთაბეჭდილება შეექმნა. შეიძლება საერთოდაც ზოგიერთ თქვენთაგან შემთხვევაში აქ იყო რაღაც ისეთი სტატუსი, ან რაღაც ისეთი სურათი გააზიარეთ, ან რაღაც ისეთი თქვათ შინაარსის რაღაც შეიძლება მოქმედება ან სურათი დადეთ ხომ, რომ ამ პიროვნებამ რატომღაც იფიქრა, რომ ან თქვენს წარსულ პიროვნებას შეურიგდით, ან წარსულ პიროვნებას მისტირით, აი რაღაცა მუცებ უკუ ეფექტი მისცა ამ პიროვნებას, რადგან საჯარო გაშლა არის, მიხვდებით თქვენზე, რომელი ჩემი ინფორმაცია რეზონირებს, შეხვედრა თუ სოციალურ საიტზე რაღაც მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ, ინფორმაცია, რომელიც შეიძლება ეს ადამიანი განაწყო იმ ფიქრით, რომ ჩემი ადგილი მის გვერდით ახლა არ არის. ასეთი პოზიცია გამოვიდა დღეს, ვისაც რეზონირდა, რა თქმა უნდა, თქვენთვის არის ეს გაშლა. ყველას წარმატებას გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე.